ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა გაიხსნა. სანერგე მეურნეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტოს, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, ასოციაცია აგორას ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით მოეწყო. პროექტის ფარგლებში საქართველოს ენდემური სახეობისა და წითელი ნუსხით დაცული მცენარის, კოლხური ბზის მავნებლებისა და დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად აღიჭურვა 500 კვადრატული მეტრის სათბური და დაირგო 30.000 კოლხური ბზის ნერგი. 3-4 წლის წინ კოლხური ბზა დაავადდა მასობრივად და უკვე შეუძლებელი არის ჯამრთელი ბზის პოვნა ბუნებაში. ჩვენმა ორგანიზაციას სენმა ითავა ეროვნული გეგმის მომზადება, ეს არის კოლხური ბზის გადარჩენის შენარჩუნების გეგმის შემუშავება. გაიწერა თუ რომელ მხარეს რა ვალდებულება ეკისრება იმისათვის, რომ კოლხური ბზა გადარჩეს. ერთ-ერთი ვალდებულება იყოს კოლხური ბზის გენოფონდის შექმნა და სანერგის გაკეთება. ეს თემა გახდათ შენევის შეხვედრების ერთ-ერთი მწვავე თემა და გახდა ეს თემა ეროვნული პროგრამის ნაწილი. აფხაზეთის მთავრობა ჩაერთვა მასში, ჩვენ დავავალეთ ჩვენს შესაბამის სტრუქტურებს, სახსრების გამოძებნა და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ-ერთ ასეთ სასათბურე მეურნეობაში გაგვეშენებინა ბზის მარგავები. შეიქმნა შესაბამისი ბაზა ჩვენმა თანამშრომლებმა სხვადასხვა რეგიონებში მოძებნეს ჯანსაღი ნერგები და თქვენ ნახეთ, რომ დღეს მათი დაკალმებაც მოხდა. რუხის სასათბურე მეურნეობა კავკასიაში პირველი საბაზისო სანერგეა, რომელშიც ბზის კონსერვაციის მიზნით წელიწადში 50.000 ნერგი დაკალმდება. ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ სკოლებს, გამგეობებსა და ეპარქიებს. საბაზისო სანერგე ხელშეუწყობს უფრო მცირე სანერგეების განვითარებას რეგიონში და მთელ საქართველოში, რაც აუცილებელი პირობაა ბზის გადასარჩენად. დაგეგმილია ნერგების ნაწილის აფხაზური მხარისთვის გადაცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ პატარა სანერგეების გაშენებაში აქტიურად არიან ჩართული სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. სასიხარულო წამოწყება არის კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის და სხვადასხვა მოკავშირე ორგანიზაციების თუ სახელმწიფო უწყებების მიერ კოლხური ბზის სასათბურე მეურნეობის მოწყობა. მე კიდე გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი კერძო მეურნეობა, კერძო სასათბურე მეურნეობა ჩემს ოჯახში, სადაც გამოყვანილი მაქვს დაახლოებით 1500 ძირი კოლხური ბზის ნერგი. ვაპირებ ეს 1500 კოლხური ბზის ნერგი გადავიტანო ღია გრუნტში, გავიტანო და მივცე და ვაჩუქო სხვადასხვა სკოლებს, სხვადასხვა გამგეობებს აფხაზეთში გაუგზავნო სხვადასხვა სკოლებს, შეიძლება მივცე ეკლესიას და შეიძლება გადავცე ჩემს სოფელში არსებულ ეკლესიას, რომ მან ბზობის დღესასწაულისათვის გამოიყენოს და მანაც მცირედი შემოსავალი შემოწირულობის სახით მიიღოს. რამდენიმე დღის წინ კი ზუგდიდში მოქმედ დევნილთა პოლიკლინიკაში გადაუდებელი ამბულატორიული სტაციონარული დახმარების 2 კაბინეტი გაიხსნა. პროექტი ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამქორის დაფინანსებითა და ძალისხმევით განხორციელდა. ძალიან ძვირადღური აპარატურა მივიღეთ და ამაზეც სარგებლობს შემთხვევით და დიდი მადლობა გადავხადო ჩვენ სპონსორს. კაბინეტი თვალისწინებს გადაუდება ამტოლო დახმარებას. დღეს განმავლობაში ავადმყოფის ტარდება მონიტორინგი მორიგი ექიმის მიერ, საჭიროების შემთხვევაში თერაპევტი, ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი თუ ვინც ექნება, ვინც არის მომზადებული კადრები გვყავს. და პირველი დახმარება აღმოჩნდება, მიეცავდა თუ არის ავადმყოფი ძიმე და უკვე სახლში აღარ გაიშვება, ის ავტომატურად გადაყვა სტაციონარში.